მე ვარ თქვენი მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი. უნდა წარვადგინო წიგნი, რომელს სახელია ბილი და ბო, კრისტინე რუი შლეტებაკენი. ზამთრის არდადეგებზე წავიკითხე და რატომ შევარჩია ეს წიგნი. როდესაც თქვენთვის წერდი ვიდეოს ქარიყლაპიას ზაფხულის შესახებ ჩვენს ფანჩატურში, მეორე კორპუსის ეზოში ერთი ბიჭი მოვიდა, მათე და გამომესაუბრა, ალბათ გახსოვთ ვიდეო ჩანაწერიდან და ეს წიგნი მე მაჩუკა სულაკაურის გამომცემლობამ გამომიგზავნა რამდენიმე წიგნთან ერთად და მათეს ვთხოვე რომ შეერჩია და წაიღო რომელიც სურდა. მათემ შეარჩია ბილი და ბო, შევთანხმდით მაშინ რომ როცა ის წაიკითხავდა მე მათხოვებდა ჩემივე ნაჩუქარ წიგნს და მე წავიკითხავდი, შემდეგ კი ჩავწერდით ვიდეოს. ახლა ვიყავი გასული მათეს კლასში, მაგრამ როგორც ჩანს სპორტი აქვთ და არ გამოგვივიდა ეს, მაგრამ აუცილებლად ჩავწერთ ვიდეოს, მინდოდა რომ შემომეყვანა და ერთად გვესაუბრა. ძალიან ერთი თვის განმავლობაში მეკითხებოდა, წაიკითხეთ მასწავლებელო, აი სადაც კი შემხვდებოდა და მოკლედ მხოლოდ ზამთრის არდადეგებზე მოვახერხე წაკითხვა. ასეთია წიგნის თავგადასავალი, როგორ მოვიდა წიგნი ჩემამდე და მართლაც არაჩვეულებრივი წიგნი აღმოჩნდა. მე მინდოდა 80,000 კილომეტრი წყალქვეშ ამ წიგნის წარდგენა, მაგრამ ვერ დავასრულე, საკმაოდ რთულად იკითხება და მოდი ახლა დავიწყოთ წიგნის შესახებ საუბარი. ჩემი კითხვა ამგვარია: ვის ენდობით? ჩაიხედეთ გულში და ჩამოთვალეთ თქვენს გულში ადამიანები, ვისაც ენდობით. სამი წინადადებით წიგნის შინაარსის გადმოცემა კი ამგვარია: ბილი ბო არის 9 წლის ბიჭი, რომ მისი უახლოესი მეგობარი საცხოვრებლად გადადის სხვაგან და მის ცხოვრებაში ჩნდება ბო, 9 წლის გოგო. რაზე დამაფიქრა ამ წიგნმა? ამ წიგნმა მე დამაფიქრა, როგორი ძალა აქვს ადამიანს, ვისთანაც მეგობრობთ, დიდ დროს ვატარებთ გავლენებზე და როგორი მნიშვნელოვანი არის ის გარემო, სადაც ჩვენ მტრიალებთ. ვისაც ჩვენ ვირჩევთ ბავშვებო, ისინი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე. შეიძლება ეს გავლენა იყოს უარყოფითი ან დადებითი და ამიტომ უნდა დავუკვირდეთ ქცევას მასთან, ვისთან ერთადაც ვართ, როგორ იცვლება ჩვენი ქცევა, მოგწონს თუ არა. სწორედ აი ასეთი განცდები აქვს მთავარ პერსონაჟს, ბოს, რომელიც გაიცნობს ბილის, გოგოს, ჰაერს ადარებს, სუფთა ჰაერს ბოს დედა, მეშლება ბილის დედა, ამ ბავშვს ბოს დედა. და არის ისეთი ეპიზოდები, სადაც არასასურველი გავლენის ქვეშაც აქცევს. და ამ დროს მთავარი პერსონაჟი პირველ პირში მოგვითხრობს, ამბობს, რომ გული მეთანაღრებოდა. კი, ახლა ქცევაში და თავდავიწყებას მიეცა, მაგრამ ამბობს ასეთ მნიშვნელოვან ფრაზას, რომ გული მეთანაღრებოდა. აი თქვენც დაუკვირდით თქვენს ქცევას, როდის გეთანაღრებათ გული, როდის დგება ხოლმე ასეთი მომენტი. კიდევ დამაფიქრა იმაზე, რომ ძალიან ხშირად ახსენებს ავტორი გულს, სათაურებად აქვს გამოტანილი, მაგალითად, გული გაიზარდა, გულის ძგერა, გულითადი მეგობარი და ჩვენი გულიც, ეს გახსოვთ, რომ გულზე რამდენს ვლაპარაკობთ, როგორი მნიშვნელოვანია გულის მოფრთხილება, არა მარტო შენი გულის, პირველ რიგში სხვის გულს რომ მოვუფრთხილდეთ, ხო? არ ვადგინოთ გული და ავავსოთ სიხარულით ერთმანეთის გული. ვინ არის ჩვენ ცხოვრებაში გულითადი მეგობარი, როგორ გარემოში ვცხოვრობთ, აი ძალიან ბევრ რაღაცაზე დაგაფიქრებთ და ვისი ნდობა შეიძლება, ვინ არის, ვის ვუწოდებთ რჩეულს და რატომ ვუწოდებთ. გირჩევთ რომ წაიკითხოთ, არაჩვეულებრივი მეგობრობის ამბავს გაეცნობით და ახლა ბოლოს კიდევ რა გვინდოდა შეკითხვა თქვით. გონი დავასრულე, ხო? სამი წინადადებაც თქვი, სამი სიტყვა ამ წიგნიდან. ჩემი სამი სიტყვა არის ქრიზანთემა, თავყვითელა, ორივე ყვავილია და შემხვდა აქ და მესამე სიტყვა იყოს გულითადი. გულითადი, რომელსაც იყენებს თავარი პერსონაჟი ამ სიტყვას და დავასრულებ ამ წიგნზე საუბარს სწორედ ამით, რომ გისურვებთ გულითად მეგობრებს და პირველ რიგში გისურვებთ, რომ თქვენ თვითონ იყოთ გულითადები თქვენი მეგობრებისადმი. მადლობა.